საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად. საღამოშვიდობის თქვენ უსმენთ პიკის საათს სტუდიაშია დავით პაიჭაძე, ჩვენი სტუმარია რამაზ გერლიანი, ის გახლავთ ხელმძღვანელი ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა კლუბისა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. მოგესალმებით რამაზ, მადლობა მოგესალმებით ჩვენს მსმენელს. ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ იმ კვლევებზე და იმ შემოთავაზებებზე, რაც აქვთ ეკონომიკურ პოლიტიკის ექსპერტთა კლუბში საარსებო მინიმუმის დაანგარიშებასთან დაკავშირებით. პიკის საათი. აქტუალური დღის წესრიგი, სასარგებლო ინფორმაცია, ახალი ინტერპრეტაციები, აზრთა მრავალფეროვნება. საღამოს პიკის საათი. დავით პაიჭაძესთან ერთად. სამშაბათ დღეებში 17 საათსა და 5 წუთზე. ტალღაზე FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია რამაზ გერლიანი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი. სანამ დავიწყებთ საუბარს სტუმართან, ჩვენს ნომრებს გეტყვით და ვიწვევთ მსმენელებს ჩასართავად დღევანდელ გადაცემაში 240-912-240-922 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები, რადიო 1.g ეს არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი, ხოლო FM 102.4 სიხშირის მეგაჰერცის სიხშირის ტალღა ეს არის ჩვენი წერტილი FM დიაპაზონზე. კიდევ ერთხელ ნომრები 240-922-240-922. როცა ამ ნომრებს ვაცხადებ, მე იმედი მაქვს ჩვენი მსმენელები დარეკავენ და იტყვიან, რაში ყოფნით მათ დღევანდელი საარსებო მინიმუმი და მიაჩნიათ თუ არა, რომ ეს საარსებო მინიმუმი დაანგარიშებულია სანდოდ და სამართლიანად. შეგახსენებთ, ის უტოლდება 150 ლარს დღესდღეობით, დაახლოებით, 150 ლარია. რაში ეხარჯებათ, რაში არ ყოფნით, ან რა ფული რჩებათ იქიდან თუ მათ ძალიან მომჭირნეთ ხარჯავენ. მოდი საიმისოდ, ვიდრე შეთავაზებდეთ თქვენს ხედვას, თქვათ ის თუ აქამდე როგორ ჩამოყალიბდა საარსებო მინიმუმი ამოდენობით, რაზე გათვლით ჩამოყალიბდა და აუდის თუ არა ის იმ მოქალაქეების საჭიროებას, ვისთვისაც ეს შეიძლება იყოს ერთადერთი, ამოდენობის თანხა შეიძლება იყოს ერთადერთი შემოსავალი. კი ბატონო. რომ არაფერი თქვათ ნაკლებ თანხაზე. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მსმენელს. მადლობა შეკითხვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. რასაკვირველია თუ წინა პერიოდის ანალიზი არ იქნა, სხვაგვარად უკვე წარმოდგენა ძალიან რთულია იმისა, თუ რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. დღეს საშუალოდ 12 თვეზე თუ 2013 წლის მონაცემს დავეყნობით, 150 ლარი გამოდის შრომის უნარიან მამაკაცის საარსებო მინიმუმი, შესაბამისად ეს თანხა გამოანგარიშებულია იმ ძველი მეთოდოლოგიით, რომელიც ძირითადად ეყრდნობა 2003 წლის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებულებას, 111 ბრძანებულება იყო, სადაც ძირითადად საუბარი არის იმაზე, თუ რა სახის პროდუქტებია საჭირო იმისთვის, რომ არსებობდეს მინიმალური სასურსათო კალათა, ხოლო უკვე შემდგომ მინიმალური სასურსათო კალათის ხარჯზე ხდება უშუალოდ საბოლოო, ესე ვთქვათ, კრებსითი თანხის დადგენა საარსებო მინიმუმისა. მსმენელისთვის რომ ნათელი გახდეს, ამიტომ ამ ფორმულას, ეგრეთ წოდებულ დაანგარიშების ფორმულას ავხსნით. ანუ საარსებო მინიმუმში მინიმალურ სასურსათო კალათას უკავია 70%, ხოლო სხვა დანარჩენს, სხვა ესე ვთქვათ, პირველადი მოხმარების საგნებს, მინიმალურ საოჯახო აფთიაქს, კომუნალურ გადასახადებს, ტრანსპორტის ქირას და ასე შემდეგ, უკავია მხოლოდ და მხოლოდ 30%. ანუ თუ საარსებო მინიმუმი გასული წლისთვის იყო 150 ლარი, გამოდის, რომ 100 ლარი მოდიოდა მინიმალურ სასურსათო კალათაზე, რომელშიც შედის 40 დასახელების პროდუქცია, ანუ ძირითადი ჯგუფი პროდუქტებისა, შესაბამისად მათი ესე ვთქვათ კილოკალორიულობა შეადგენს 2300 კილოკალორიას, ეს არის გათვლილი შრომის უნარიან მამაკაცი, ანუ ეს არის ნორმა 2300 კილოკალორია, რაც უნდა მიიღოს დღიურად შრომის უნარიანმა მამაკაცმა, რათა მან შეძლოს ამა თუ იმ სამუშაოს შესრულება. თუ ის უმუშევარი ამ შემთხვევაში ნებისმიერ დროის მომენტში, როდესაც მას ექნება იმის საშუალება, რომ დასაქმდეს, მას შეწევდეს ამის უნარი. ამაზეა უპირველეს ყოვლისა გათვლილი. რასაკვირველია, მე უკვე ორსულიან ოჯახზე სკლებულობს, არა პირდაპირ პროპორციულად იზრდება. ანუ
ამ შემთხვევაში არა 300 ლარი, არამედ 238 ლარს და ასე შემდგომ კლებით ესე თქვა ტენდენციით გარკვეულწილად მატულობს. Ну, რაც ალბათ უამრავი ეგ როგორ აიხსნება რომ კლებით? იმიტომ რომ კომუნალური გადასახადი მაინც ორივე ერთი შეიძლება იყოს. აქამდე ერთი და იგივე საჭირო ოჯახში, დაუშვათ ცოცხი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა. Ну, წყალიც ალბათ რა თქმა უნდა თუ სულადობაზე არ ამიბმული გარკვეული სამ, მაგრამ იმხელა მაინც არის ხარჯება და ანუ რაღაც დანახარჯები არსებობს, თუმცა ამით არ ანგარიშდება, ანგარიშდება შესაბამისი ფორმულით, რომელი ფორმულის მიხედვითაც ხდება ესე, რომ არა პირდაპირ წრფივად იზრდება, არამედ იზრდება ოღონ კლებითი ტენდენცია. კაცები. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, საკურველია, როდესაც საუბარი არის იმაზე, რომ 70% მხოლოდ და მხოლოდ სასურსათო კალათას უჭირავს და დანარჩენზე მხოლოდ და მხოლოდ მოდის 30%, ამ შემთხვევაში რასაკურველად არგუმენტირებული ეჭვი-ჩდება იმისა, რომ საარსებო მინიმუმი თავის რეალურ მაჩვენებელს არ შეესაბამება. კარგი, მოდი ახლა გავშალოთ ცოტა ეს მსჯელობა და მე არ ვარ ეკონომიკის ისტორიკოსი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, ამას ცოტა ირონიითაც ვამბობ, რომ 2003 წელს 130 ლარი ხო, მაშინ 130 ლარი, 130 ლარი შეიძლება ჰქონდა მეტი მსყიდველობითი უნარი, ვიდრე დღეს აქვს 150 ლარს. რა საკურველია? ინფლაციის გათვალისწინებით, ეხლა ეს არ არის მთავრობის ბრალი არ არის, ინფლაცია ხდება მუდმივად და ყოველთვის ესე წინა წლებთან შედარება, თუ რა თქმა უნდა ვალუტა არ არის გამოსვლილი. მარტივად გვიჩვენებს ამ სულელობითი უნარის დაქვეითებას, რასაც ბუნებრივია უნდა სდევდეს შემოსავლების ზრდა, რომ ინფლაციას წამოეწია. ეხლა მაშინ შევხედოთ, რომ ის მინიმუმი, რაც დღეს არის დადგენილი, ანუ 20 ლარით მეტი ამ 11 წლის წინანდელზე რა ნაწილში შეიძლება აზარალებდეს მოქალაქეებს. ვინც საჭიროებს ამ საარსებო მინიმუმის მიღებას. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესწროს ამ შემთხვევაში, რომ პირველ რიგში სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის სწორებას ახდენს ამ საარსებო მინიმუმთან და პირველ რიგში ალბათ აზარალებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პროგრამებით, ეს იქნება საპენსიო შემწეობა თუ ასე შემდეგ, ეკუთვნით გარკვეული წილის ესე ვთქვათ დახმარება. მაგრამ ამავდროულად აღსანიშნავია ის, რომ 11 წლის განმავლობაში რა საკვირველია ეს თანხა გაზრდილია და ის 20 ლარს არ შეადგენს, ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ ინფლაციის შესაბამის მაჩვენებელს, ეს გაცილებით მეტი გამოდის. მაგრამ მის შემდგომ რა საკვირველია მოხდა სასურსათო კალათაში გადათამაშება პროდუქტებისა, იაფიანი პროდუქტების წილის დის კვალობაზე, შემცირდა უფრო შედარებით ძვირიანი პროდუქციის, ესე ვთქვათ, ხვედრითი წილი, ან მაგალითად პურის და სხვადასხვა პროდუქტების პურფუნთუშეულობის ხარჯზე შემცირდა ხორცის, ესე ვთქვათ, რაციონი, რაც აუცილებელია და იმ მინიმუმ ნორმას ცილდება, რაც უნდა არსებობდეს შრომის უნარიან მამაკაცისთვის, ზოგადად ადამიანისთვის, მის ესე ვთქვათ, სრულყოფილი არსებობისთვის. ამას ცილდება რა საკვირველია ეს ნორმები, დაუშვათ დღეღამეში დათვლილია, რომ 20 გრამი ესე ვთქვათ, საქონლის ხორცის შემცირდა თავის დროზე, აქ ამან მოგცა ის, რომ ამ შიდა გადათამაშებამ უკვე ეს თანხა დაიჭირა დაბალ მაჩვენებელზე და შესაბამისად აქედან გამომდინარე პირდაპირ თუნდაც ინფლაციის პირდაპირ პროპორციულადაც კი არ გაიზარდა. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც მხოლოდ და მხოლოდ დათვლა ხორციელდება საარსებო მინიმუმის სასურსათო მინიმალურ სასურსათო კალათას დაყრდნობით. ანუ როდესაც მინიმალურ სასურსათო კალათას ვეყრდნობით და შემდგომ უკვე ვამატებთ რა თანხაც გვექნება იმას 30%-ს, რა საკვირველია სეზონური ფასებიდან გამომდინარე, ცდომილება იმისა, რომ ძალიან ესე ვთქვათ დიდი რყევა ექნება შესაბამისად საარსებო მინიმუმს, არის ძალიან დიდი. იმიტომ რომ დათვლის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ისევ და ისევ იმეორებ ვეყრდნობით სასურსათო ესე ვთქვათ მინიმალურ სასურსათო კალათას. და მით უმეტეს თუ ამ სასურსათო კალათის შემადგენლობა ძალიან დიდი არის საარსებო მინიმუმში, ანუ ჩვენ შემთხვევაში არის 70%. განვითარებულ ქვეყნების შემთხვევაში პირიქით არის 70% სხვა ესე ვთქვათ მომსახურებას და საქონელს უკავია, ხოლო 30% მინიმუმის დანგარიშებისა, სხვა დანარჩენს უკავია 70, 65, ხოლო მინიმალურ სასურსათო კალათას ამ შემთხვევაში უკავია 35-30%-ის ფარგლებში. ანუ სმელი ყავს, ბატონო, რომ მივიღოთ და მე გავაგრძელოთ შეგობა, გთხოვთ ეს მოიმარჯვოთ, რომ გავიგოთ მისი კითხვა. გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ. ეკახლავართ, არა? დიახ. მოგესალმებით ბატონო და. მოგესალმებით თქვენ სტუმარს. მოგესალმებით. თქვენი ჭირიმე. თქვენ ამბობთ, რომ საარსებო მინიმუმი არის 150 ლარი. აი მარტო რომ შეშა იღიდო და გათმე სახში ეთელავიდან გილეკო. თვეში არის საჭირო 70 ლარი მარტო შეშისთვის. დანარჩენებს უყურებს თავიდან. საჭიროებისთვის არ რჩება თუ 20-25 ლარი.
წარმოგიდგენთ მეტი არაგაც. აი ეს რა არის საარსებო მინიმუმი გაცვლი. ეს ერთი და მეორე. აი მე ვარ ინვალიდი კაცი. მარტო ხელა ორივე თვალი ბრმა ჭირდება აუცილებლად ვიღაცის დახმარება ორი ერთი ადგილზე მეორე ადგილზე გადავა ადგილზე ყველაფერი და აი მე მაქვს 150 ლარი პენსია და 60 ლარი დახმარება. აქედან სულ მიღებულობ 200 ლარი. ნამუშევარი მაქვს 27 წელიწადი. რა არის ბოლო 1 წელიწადზე 30 ლარი მაინც აღარ უნდა მომწესკაცო? წელიწადზე რომ მე ვიარსებო ნორმალურად ვიყო. მქონდეს ჩასაცველი, დასახური, საჭმელი, საწველი, სითბოს, წყალიც, გაზით და სინათლეც და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ეგ რა არის? რანაირი ანგარიშია ვერ გავიგე. ჩემამდე ვერ მოდის. კარგი, მადლობა. 240 9192 240 9292 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. რავი, თუ მიგაჩნიათ რომ შეგიძლიათ განუმარტოთ მსმენელს, თუმცა ვფიქრობ საკმარისად განმარტეთ, მაგრამ მაინც რჩება უსართულო. გარკვეულწილად განვახსნი, ჩვენ რასაკვირველია არ ვეთანხმებით, აქედან გამომდინარე ის 150 ლარს რასაკვირველია ვერ დავეთანხმებით, აქედან გამომდინარე ზუსტად ვაწარმოებთ კვლევას, რომლის ესე ვთქვათ შუალედურ შედეგებს როგორც მოგვიანებით ვისაუბრებთ და ეს არარეალისტური ციფრია რასაკვირველია და მე მესმის აბსოლუტურად მსმენელის გულის ტკივილი, რომ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც იარსებოს რეალურად ადამიანმა საკითხის ძირში საფუძველში ვინაც ჩავიდეთ ცოტა ხნით. ვინ ან რა ავალდებულებს ქვეყანას იანგარიშოს აი ეს საარსებო მინიმუმი ხო? ამის ვალდებულება ძირითადად გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყანამ როდესაც უნდა დაგეგმოს სოციალური პოლიტიკა, რასაკვირველია, მას უნდა კონდეს გათვლილი რეალური საარსებო მინიმუმი. უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ განმეორდეთ, ეს გახლავთ პენსიები, სოციალური შემწეობა, მინიმალური ხელფასი და უბეგრავი მინიმუმი. თუ რეალურად ქვეყანამ არ იცის, რა შეესაბამება მისი საარსებო მინიმუმი, ამ შემთხვევაში საიდან გამომდინარეობს დაუშვათ ციფრი, რომელიც ეგრეთ წოდებული დაუბეგრავი მინიმუმის სახით არის ცნობილი და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენთან უკვე 2012 წლის ბოლოდან მოქმედდა ეს კანონი, 2013 წელს უკვე შევიდა ძალაში და დაუბეგრავი მინიმუმის, ესე ვთქვათ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმაც არსებობს, რაც შეესაბამება 1800 ლარს, რაც არის სწორედ 150 ლარის 12 ჯერადი. ნუ პირდაპირ კანონში წერია 1800 ლარი. ნუ ესეც შეცდომაა, ჯერეთ კანონი რო იყოს რეალურად უნივერსალური, უნდა ეწეროს, რომ დაუბეგრავი მინიმუმი შეადგენს წლიური, ესე ვთქვათ, საშუალო საარსებო მინიმუმის 12 ჯერადს და არა ესე პირდაპირ ციფრებით. ეს არის ძირითადი მიზანი, რისთვისაც შეიძლება ქვეყანამ გამოიყენოს საარსებო მინიმუმი და ეს არის უპირველეს ყოვლისა სოციალური პოლიტიკა, ამის გარეშე ვერ იქნება განჭრეტილი. ამავდროულად მინდა ხაზი გაუსვა, რომ რასაკვირველია 150 ლარი არ იქნება პენსიონერებისთვის საკმარისი, მაგრამ ის რომ დღეს ქვეყანას არ გააჩნია საშუალება 150 ლარზე მეტი გახადოს პენსია უახლოეს პერსპექტივაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმი რეალურად არ იყოს დათვლილი. საარსებო მინიმუმი რეალურად უნდა იყოს დათვლილი, თუ ის შეადგენს მეტ თანხას, მაშინ ქვეყანამ მისმა ესე ვთქვათ, მესეურებმა სოციალური ესე ვთქვათ პოლიტიკის ორიენტირად რასაკვირველია უნდა აიღონ ეს საარსებო მინიმუმი და მასზე უნდა გააკეთონ სოციალური პოლიტიკის სწორება. თქვენ უთუოდ გახსოვთ, როდესაც საარსებო მინიმუმი ოფიციალურად კი არა, არაოფიციალურად იყო დათვლილი და ისიც ეს დათვლა რამდენად ზუსტი იყო, თავს ვერ დადებს. ეს ყოველთვის იყო ინსტრუმენტი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, პოლიტიკური კრიტიკისთვის, პოლიტიკური პოპულიზმისთვის. თუ გნებავთ, პოპულიზმში გულისხმობ აი ამ თავისებურად დათვლილი საარსებო მინიმუმის იარაღად ქცევას ისეთი პოლიტიკოსების ხელში, რომელთა მიმართ შეიძლება მოქალაქეების უდიდეს ნაწილს არანაირი ნდობა არ ქონდეს. კი ბატონო. უნდა ამის ტრიალს წარაბარა, ამის წამოძახებას ხელისუფლებისთვის ვინც გინდა ის იყოს იმ ხელისუფლებაში, მაშინ რომ აი შენ ამას არ აკეთებ, არადა ამ რო საჭირო და ასე შემდეგ, ხო? ერთია პოლიტიკური ინტერესი იმის მიმართ, რომ დაითვალოს საარსებო მინიმუმი, მეორეა მეცნიერული ინტერესი. ასაკვირველია. რაც გულისხმობს დასაბუთებას საარსებო მინიმუმის ოდენობის და მივადექით ჩვენი გაცემის არსებობის საკითხს. ცხადია, ყველაზე მარტივი იქნება კითხოთ, რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი დღეს თქვენი აზრით, მოდი ჯერ ეს ვთქვათ და მერე შევხედოთ ამ საკითხის გაშლა არგუმენტაციას. უშუალოდ ზუსტად ამ მეცნიერულმა ინტერესმა ზოგადად ამან მოიტანა ზუსტად ის, რომ ჩვენ შევუდექით საარსებო მინიმუმის კვლევას. რასაკვირველია ჯიპაკმა. შეგაწყვეტინებ თუ კაცო, მსმენელია და მხოლოდ ამიტომ მედია როს გამო. გისმენთ, გამარჯობა. დიახ. გისმენთ ბატონო.
გამარჯობათ. ძალიან გისმენთ. ალო. დიახ, გვესმის თქვენი ხმა ილაპარაკეთ. ცნობილმა სოციოლოგებმა ავთანდილ სულაბერიძემ, ენზარ ჯგერენაიამ, გიორგი წულაძემ პროფესორებმა ჯერ კიდევ შარშან გაიანგარიშეს, რომ საარსებო მინიმუმი ერთ ადამიანზე თვეში შეადგენს საშუალოდ 240-დან 300 ლარამდე. და ეს 150 ლარი საარსებო კი არა, აი სიღატაკის ზღვარია ალბათ. საარსებო მინიმუმი ხო ნიშნავს იმას, რომ იმის ქვევით ვეღარ უნდა იარსებოს ადამიანმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც 150 ლარი დაუნიშნეს პენსიონერებმა, ვერ უნდა იარსებონ. თქვენ რაზე ლაპარაკობთ, მე წარმოვიდგენელია რა. ვერც ანგარიშობთ რამდენია და ცოტაო ამოვცა რამდენია. არა, ჯერ არ მოსულობთ. ეხლა მივედით მაგ საკითხამდე, სწორედ თქვენ რომ დარეკეთ და აი ხა მოისმენთ თქვენთვის საინტერესო საკითხის პასუხს. გისმენთ, სიტყვა თქვენია. საინტერესო კომენტარი იყო, ვინაიდან სმენელისთვისაც გასაგები გახდეს, ამიტომ ჯერ რამოდენიმე ესე თქვა შტრიხს გაუსვამ ხაზს, იქიდან გამომდინარე, როდესაც მე საუბრობდი რეალურად საარსებო მინიმუმის გასათვლად, მინიმალურ სასურსათო კალათაზე, ამ ხაზს იმას გაუსვამ, რომ რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მაგალითის მოვიყავ თუნდაც კიტრი, თუნდაც წვანილი და ფართო მოხმარების არის, ამ მინიმალურ სასურსათო კალათაში არ იყო მოთავსებული. ამავდროულად დღეს მეთოდოლოგიად რითაც ითვლება ანუ ჩვენ რატომ ჩავთვალეთ რომ ეს იყოს აუცილებლად ესე ვთქვათ გადახედვის ქვეშ მოქცეული და ძალიან ესე ვთქვათ იდეალურ დონეზე იყოს გათვლილი. იქიდან გამომდინარე რომ სტატისტიკა დღეს 5 ქალაქის მონაცემის მიხედვით ითვლის საარსებო მინიმუმს. მაშინ როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი დიდი რეგიონები როგორიც ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ზუგდიდი არ არის რაშიც სტატისტიკა ეს არის თელავი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და გორი. ეს 5 ქალაქი. და ამავდროულად გამორჩენილი არის უდიდესი რეგიონები: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო ზემო სვანეთი. ანუ ზუგდიდია გამორჩენილი ცენტრალური როგორც ცენტრალური ქალაქი და მათ შორის მოსახლეობის რიცხოვნობითაც საკმაოდ ესე ვთქვათ დიდი რაოდენობით, მისი მოსახლეობის წონითაც, ამავდროულად მარნეული, რომელიც ესე ვთქვათ ქვემო ქართლში ძალიან ესე ვთქვათ ისე ცენტრს წარმოადგენს და ძალიან დიდი ესე ვთქვათ ბაზარი აქვს, სადაც შეიძლება შევისწავლოთ. სხვათა შორის დღეს ჩვენი გასვლითი ჯგუფი მეც მაშინ მონაწილეობდი, ვიყავით მარნეულში წინასწარი მონაცემების საფუძველზე, შევისწავლეთ ფასები და ან მე უნდა სხვა რეგიონებთან არ საკვირველია, ეს უნდა მოვიყვანოთ შესაბამისობაში. ანალოგიურად არ არის სამცხე-ჯავახეთის ცენტრალური ესე ვთქვათ ქალაქი და მისი ესე ვთქვათ ბაზრობა. აი ეს არის ძირითადი კითხვაც მივიღოთ პოდკასტში მსმენელია. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო. მე ამიდა ახლა მე როგორ არ ყოფის უკვე ილაპარაკა ბევრმა და მაგას აღარ ვილაპარაკებ, ეს არის მინიმალური არ ვიცი. ხო და აი ახლა ამიდა გითხრათ იცით. ანაბრები რო ქონდა ჩვენ თადარიგი დავიჭიროთ მოხოცება. მე 91 წლის ქალი გელაპარაკებთ. აი მთავრობა რომ მოვიდა და დაარიგა გაყინული პენსიები, გაყინული ხელფასები. ხო იყო ასე ბატონო დავით. არ შეიძლება მთავრობა ვინც დარჩა ცოცხალი დაეხოს და ხალხი აღარ არის აქ-იქ დარჩა და არ შეიძლება სანაბრები ნაწილი მაინც დაგვიდიგო, ნაწილი მაინც. აი მე პედაგოგი რა ხელფასი მქონდა და კაპიკ ვაგროვე რომ თადარიგი დავიჭირე სიბერისთვის. აი რომ დავბერდები გავამადგება ქვეყნის წამლები მჭირდება, იმდენი წამლები რომ აი ვერ წარმოიდგენდა. ხო შეიძლება დაგვერგონ აი ნაწილი მაინც თუნდაც რაღაცა გარკვეული არა ახლა მე მგონი არაფერი არ გამოვა მაგრამ მე მაინც კარგი მადლობა გაზიარებისთვის თქვენი ფიქრის დაწუხილის გამგზავროთ საუბარი დაუბრუნდეთ ისევ საარსებო მინიმუმს და რა საკვირველია ეს არგუმენტებია ანუ ჩვენ კრიტიკულად კი არ ვდგებით ამას ჩვენ მართლა ვართ დაინტერესებული რომ რეალურად დავთვალოთ აი ეს არგუმენტები რასაც ჩვენ ახლა მოვახსენებთ საზოგადოებას ფიქრობთ რომ ძალიან წონადი და მნიშვნელოვანია როდესაც თელ საქართველოზე განაზოგადებ რაღაც ციფრს და ამ დროს ძალიან მხოლოდ ამოდიხარ 5 ქალაქის მონაცემიდან. ამავდროულად რატო შეიძლება ხა იყოს საგრძნობი აცთენა მაგალითად ამ 5 ქალაქის მონაცემებსა და იმ რეგიონების მოსახლეობის მოთხოვნილებს და მონაცემებს შორის რომლებიც თქვენ ახსენეთ.
ერთი ქვეყანა, ერთი ციდა ქვეყანა. ანუ ციდა როგორ პატარა ქვეყანა არის, ხო? აქ არ არის დიდი სხვაობები ძალიან. გასაგებია რომ ეკონომიკა თბილისში მეტია და შეიძლება თბილისში დაანგარიშებული საარსებო მინიმუმის ხმისთვის უფრო ის იყოს, ნუ თუ ვცდები ძალიან დილეტანტური ლაპარაკია მესმის ჩემ ხვდა, მაგრამ თბილისში საარსებოდ უფრო მეტი ფული გჭირდება, ვიდრე შეიძლება სოფელში გჭირდებოდეს, ხო? გარკვეული მიმართულებით კი ბატონო, გარკვეული, მაგრამ არსებობს რაღაცე, ესე ვთქვათ, თუნდაც ტრანსპორტირება ანუ თქვენ ბატონო როგორც მესმის მიგაჩნიათ რომ სხვა რეგიონების და საქართველოს სხვა ქალაქების გათვალისწინება მინიმუმის დაანგარიშებისას თუნდაც ამ მეთოდით გაზრდიდა ამ მინიმუმს მიგაჩნიათ? ეგ არ მithქვამს და რასაკვირველია ვერ ვიტყვით წინასწარ კვლევიდან გამომდინარე, მაგრამ იმისთვის რომ რეალური მონაცემი გქონდეს, რასაკვირველია ეს რეგიონები უნდა იყოს ჩართული. მე ხო არ მithქვია დაუშვათ და მთიანი რეგიონები, რომელსაც ალბათ ცალკეული კანონები დაარეგულირებენ და სადაც მოსახლეობის ხვედრითი წილი არის ძალიან ცოტა. ანუ თქვის ცენტრალური ქალაქები იმ დიდი რეგიონებისა, რომლებშიც აიუთია და მათ შორის გარკვეულწილად თვითონ კუთხურობითაც განსხვავდება. დაუშვათ და თუ თბილისში ძალიან ბლომად გამოიყენება პური დაუშვათ და ანუ ერთ მაგალითს მოვიყვან, შეიძლება სამეგრელოს რეგიონში ესე არ იყოს. ანუ ის ჩაანაცვლოს სხვა პროდუქტმა, როგორც არის მაგალითად სიმინდის ფქვილი, ანუ ღომის ტრადიცია და ასე შემდგომ. ანუ ეს რასაკვირველია გარკვეულ ცვლილებებს მოიტანდა ამ საარსებო მინიმუმში, მაგრამ ეს არ არის ამ შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანია 70-30-თან პროპორცია. ამავდროულად თვითონ კალათის შემადგენლობა 40 დასახელების ესე ვთქვათ პროდუქციის ჯგუფი, რასაც ჩვენ დავამატეთ და შევქმნით რეალურად. რასაკვირველია ამ შემთხვევაში საკვებზე ვსაუბრობ და დავამატეთ და რეალურად შევქმნით ორი სახის კალათა, ერთი ანუ პირობითაც შეიძლება დავარქვათ ზამთრის და ზაფხულის, ვინაიდან არის დაუშვათ ახლა გარკვეული სახის პროდუქტები ხილის სახით ზამთრის კალათაში რო გექნება, რასაკვირველია ზამთრის კალათას გაგიძვირებს და რეალურად მომხმარებელი იმ ხილს არც კი ყიდულობს და მიუხედავ ამისა მაინც არსებობს, ხო? ამიტომ ესეც აპრობირებული მეთოდია, სხვადასხვა ქვეყნებშია მათ შორის ესე ვთქვათ დანერგილი ორი სახის სასურსათო კალათა, ამაშიც არანაირ პრობლემას არ ვხედავ და რაც ყველაზე მთავარია, კილოკალორიულობა, რომელიც გარკვეულწილად მიუახლოვეთ საერთაშორისო ნორმებს, ეს გახლავთ შრომის უნარიანმა მამაკაცმა რო შეინარჩუნოს რეალურად თავისი შრომის უნარი, მასზე გათვლილად მინიმუმ 2500 კილოკალორია. მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ ერთი და წილობრივად პროპორციებში შეცდომით გვაქვს დათვლილი დღეისდღეობით მინიმალური სასურსათო კალათა პლუს მისი კრეფსითი კილოკალორიობაც მხოლოდ და მხოლოდ 2300 გვაქვს. ანუ ესეც რასაკვირველია, ძალიან წონადი არგუმენტია და რასაკვირველია ამაზე ჩვენ მოვდივართ შესაბამისი მტკიცებულებით, სოფლიო ანალოგებით და თუ რამდენი ჭირდება, ესე ვთქვათ, რეალურად მინიმალურზე გათვლილად შრომის უნარიან მამაკაცს. და ამავდროულად იმისთვის, რომ რეალურად 70%-ის 30% არა მარტო სიტყვიერად ეს რომ გადაგვემოწმებილა, ამისთვის ჩვენ შევქმენით ვირტუალური, ანუ იმიტირებული არასასურსათო კალათა, რომელიც შედგება 5 ბლოკისაგან, ეს გახლავთ პირველი გახლავთ კომუნიკაცია და შესაბამისად კომუნალური გადასახადები, ანუ ეს ტელეფონზე ხარჯი, კომუნალური რაც არის მთლიანად. ტანისამოსი, მინიმალური საოჯახო აფთიაქი, პირველადი მოხმარების საგნები და რასაკვირველია პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები. ეს 5 ბლოკისგან შედგება და მხოლოდ ახლა ზედმეტი მეცნიერული ლოგიკის გარეშეც რომ დავაკვირდეთ და მხოლოდ თუნდაც დედაქალაქის მაგალითზე კომუნალური გადასახადები და საკომუნიკაციო მგზავრობის ხარჯები და ასე შემდეგ ეს რომ დავაჯამოთ, რეალურად ახლა 40 ლარი, რომელიც მთლიანად ამ 5 ბლოკისთვის არის დღეს გათვალისწინებული, ალბათ მიხვდებით, რომ სრულიად არასაკმარისია და რეალობაში არ მოდის. ანუ ეს არის ის არგუმენტები, რის მეშვეობითაც ჩვენ გადავამოწმეთ და საქართველოს რეალობისთვის თვლით, რომ ეს პროპორციები 55-25-ზე, 55 სასურსათო კალათის სასარგებლოდ, ანუ სასურსათო კალათა უნდა შეადგენდეს 55%-ს, ამ პროპორციით შედარებით უფრო იდეალური იქნება. და რაც არ იქნება ალბათ უახლოეს საშუალოვადიან პერიოდში 60 წელიწადი გადასახედი. მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი იცვლება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში მეტი უკავია არასასურსათო კალათას, ჩვენ ვეყდნობით ჯერ კიდევ 2003 წლის მონაცემებს, არაფერი არ შეცვლილა და ამან რასაკვირველია მეტი და მეტი ცდომილება მოგცა. საარსებო მინიმუმის დადგენა ქვეყანაში რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად პენსია გახდა 150 ლარი და გაუტოლდა საარსებო მინიმუმს, დიდი ხნის დაგეგმილი იყო და ეხლა აღსრულდა ეს გადაწყვეტილება. და ეხლა ხელისუფლებას შეუძლია უთხრას მოქალაქეებს, რომ იცით, აი თქვენი საარსებო მინიმუმის რასაც ჩვენ დაგიდგინეთ, იმის ტოლი არის თქვენი პენსია. ანუ ეს გულწრფობს საარსებო მინიმუმს, თანხას გამოხატულს ამ მინიმუმის აღსანიშნავად,
ეს არის ორიენტირი პენსიისთვის, მხოლოდ? არა, მარტო პენსიისთვის არა ამ შემთხვევაში. მე წეგანაც ვახსენე, ეს სოციალური პოლიტიკა, პენსია, სხვადასხვა შემწეობები, ის შეღავათები, რომელიც უნდა გაეწიოს გარკვეული ესე ვთქვათ საზოგადოების წარმომადგენლებს, მოწყვლად ფენებს და ამავდროულად მინიმალური ხელფასის ოდენება თუ ესეთი იქნება ჩვენს სახელმწიფოში და რა საკირველია დაუბეგრავი მინიმუმი. დაუბეგრავი მინიმუმი დღეს მოქმედებს და სამწუხაროდ მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ხელფასიდან შემოსავალზე და არა მთლიანად შემოსავალზე. რა საკირველია ამ ციფრის სწორება უნდა მოხდეს საარსებო მინიმუმთან და ეს საარსებო მინიმუმი რა საკირველი უნდა იყოს რეალისტური. ანუ რეალური უნდა იყოს. იმ ლოგიკით, რასაც ეს ჩვენ ვამბობთ რეალურად, ის არგუმენტები, რაც თქვით, ალბათ ყველასთვის მისაღებია და მათ შორის იმ წრეებისთვის, რომლებიც უშუალოდ ამას ითვლიან. ჩვენ ყავდა ერთ-ერთ გავმაგიდაზე სტატისტიკის წარმომადგენელი, ისინიც რასაკვირველია, გაგებით მოეკიდნენ ჩვენს წინადადებებს, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს იმ უწყებათა შორის კომისიაში რასაკვირველია ჩავერთოთ, რომელიც დღეს მთავრობას გააჩნია მზაობა იმისა, რომ გადახედოს საარსებო მინიმუმი, ეს პროცესი ნამდვილად არის მომწიფებული, უბრალოდ საუბარი არის იმაზე, რომ დადგინდეს პირველ რიგში მეთოდოლოგია, სწორი მეთოდოლოგია, ხოლო ის შემდგომ თვეების მიხედვით, როგორ დათვლი და იქ თანხები როგორ გადანაწილდება გარკვეული, ესე ვთქვათ, მერყეობით, ეს სხვა საკითხია. ძირითადი აქცენტი ამ შემთხვევაში გაკეთებული არის სწორ მეთოდოლოგია. უპირველეს ყოვლისა სწორი მეთოდოლოგია, შემდგომ რასაკვირველია დასათვლელია. და პირველადი მონაცემების ხარჯზე, რასაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია და უკვე გეგმავთ მეორე ეტაპზე ამ 10 ბაზრის შესწავლას, ანუ 8 ქალაქიდან 10 ბაზარს ვსწავლობთ რეალურად, 10 ბაზრის რეალურ ფასებზე დაყნობით უკვე რასაკვირველია დავთვლით საარსებო მინიმუმს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავამოწევთ ეგრეთ წოდებული ვირტუალური არასასურსათო კალათით და ეს იქნება ყველაზე ზუსტი მონაცემი, რაც კი რამ ყოფილა საქართველოში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. საკმარისი იყო თქვენ გეხსენებინათ კონკრეტული რიცხვები, რომ მე ასეთი არითმეტიკული განტოლება თუ ამოცანა და მინდა გაგიზიაროთ. კი ბატონო, მე მაშინ ერთ ციფრს დაგიხსახერებთ, ანუ რეალურად ვირტუალური არასასურსათო კალათის კრებსითი ესე ვთქვათ ღირებულება 5-ვე ბლოკის ძალიან ესე ვთქვათ მინიმალურზე გათვლილი, აგრეთვე ხას გავუსვამ, რომ გამომდინარე იქიდან რომ ჯანდაცვა სახელმწიფო აფინანსებს, თვით სტომატოლოგიური, ესე ვთქვათ, ხარჯიც კი არ გვაქვს ამ შემთხვევაში შეყვანილი. არ არის ამ განათლების ხარჯი აბსოლუტურად ამოღებულია და ასე შემდეგ მინაიდან სკოლები ასე თუ ისე არსებობს და წიგნებიც თუ ესე ვთქვათ ადამიანი გარკვეულ ესე ვთქვათ მოწყვლად ფენას განეკუთვნება მათცეც კანონით არის გათვალისწინებული. ანუ განათლების და ექიმის მომსახურების და შესაბამისად ამის გარეშე 117 ლარი შეადგინა. ეს დაახლოებით 4-ჯერ მეტია ვიდრე იყო გათვალისწინებული. თუმცა ის პროპორცია გათვლილი არის იმაზე, ჩვენ წინასწარ მონაცემებს არ ვამბობთ უკვე სასურსათო კალათასთან დაკავშირებით, რომ ძალიან რეალისტური გვინდა რო ვთქვათ. აქედან გამომდინარე ზუსტად ისიც რომ 55%-ს ვამბობთ, რომ იქნება არასასურსათო კალათის წილი საარსებო მინიმუმში, ანუ მართებული იქნება ესე რომ იყოს, ხოლო 55% იქნება მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა. ჩვენ ასაკვირველია ის აუცილებელი პროდუქტები, რომლებიც უნდა ყოფილიყო მინიმალურ სასურსათო კალათაში, ესენიც დავამატეთ და შესაბამისად ზაფხულის და ზამთრის კალათა პირობითად რასაკვირველია მათ შორის გარკვეული პროდუქტების სხვაობა არის, მაგრამ ეს პროდუქტები არის ერთმანეთის ჩამნაცვლებადი პროდუქტები და ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული შემდგომ როგორ შეიცვლება ფასები, თუნდაც სეზონურობით და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ჩვენ გვექნება გადამოწმების მექანიზმი, რითაც შევძლებთ მერე მინიმალური სასურსათო კალათიდან გამოყვანილი, ესე ვთქვათ, ციფრების და მათ შორის არასასურსათო და სასურსათო კალათას შორის პროპორციების დადგენას. ეგ არის უმთავრესი ამ შემთხვევაში. მე კიდე ეგეთი განტოლება მომივიდა თავში და ეხლა უკვე მეორე მომდის, ხო, მინდა გკითხოთ. თუ გკითხოთ დღევანდელი სასურსათო კალათა არის 150 ლარი. თქვენ ამბობთ რომ ეს უკმარია ყოველ შემთხვევაში და თან არასწორად დათვლილია, მაგრამ დღევანდელი ესეა. რო წარმოვიდგინო რომ აი ამ დღევანდელის ფარგლებში ხდება იმ პროპორციის შეტანა, რაც თქვენ მიგაჩნიათ სასურველად. ან 55 ეს არის საკუთრივ საკვები სურსათის საკვები პროდუქტების კალათა და 45% დანარჩენი ისი. საინტერესოა აქ როგორ ითამაშებს ფასი ისი. თან როცა თქვენ ლაპარაკობთ რომ სასურსათო კალათაში საკვები პროდუქტების წილი არ შეიძლება შემცირდეს სავალდებულო მინიმალური კალორიებიდან გამომდინარე. 2500 კალორიას უნდა შეადგენდეს, ეს აუცილებელია შრომის უნარიანი მამაკაცისთვის. კი ბატონო.
მეორე მხრივ თქვენ ამბობთ რომ 17 ლარი ეს არის არასაკუთრებო პროდუქტების სასურსათო კალათაში. 5 ბლოკისგან შემდგარი რა სასურსათო წილი, ხო, ეს არის კომუნიკაციური ხარჯები, ეს არის მინიმალური აფთიაქი, ეს არის პირველადი მოხმარების საგნები, პირველადი ჰიგიენური საშუალებები და კიდევ ერთხელ ტანისამოსი, ხო. აი ეს 4 რო გამოვიდა, 4 გამოვიდა. არა 5 არის. 5-ია ხო, მართალია, 5-ია. კი ბატონო, 117 ლარი უნდა იყოს ეს. 117 ლარი ეყოფა საქართველოს მოქალაქეს საიმისოდ, რომ აი ამ მინიმალურ მოთხოვნილებებს უპასუხოს. და ეს არის 55%. მე დავიანგარიშე ძალიან მინიმუმზე მინიმალური, ძალიან გაწყვეტილი. მინიმალურის ქვედა ზღვარი მოდი. კი ბატონო. დავიანგარიშე ხა სახელდახელოდ და გამოდის რომ 260 ლარი უწევს მაშინ თქვენ კი ალბათ რომ კვლევა არ დაგიმთავრებიათ და ეს არ არის მაინც საბოლოო მონაცემი, ეს არის წინასწარი გათვლა და მიახლოება ზუსტ რიცხვთან, მაგრამ გამოდის რომ 260 ლარი უწევს სრული თუ პროცენტულად შევადარებთ ალბათ ესე არის, მაგრამ თუ როდესაც კვლევა უკვე დამთავრდება და გვექნება თუ 117 ლარი არის, 117 ლარი უნდა იყოს 55%, როგორც თქვენ ბრძანეთ, ხო, 55% უნდა იყოს არასაკუთრებო პროდუქტების სასურსათო კალათის წილი, მაშინ 55% ერთად გვაძლევს 117 თუ 45 ამის პირობაზე 260 ლარს. ეს არის დღევანდელ მინიმუმს თუ შეხედავ მკვეთრესი სხვაობაა, ძალიან დიდი სხვაობაა. გასაკვირველია, პროცენტულად თუ ვიტყვით, საკმაოდ ეს 50%-ზე მეტი სხვაობა არის. ხო, უფრო. და ესეთი ნახტომები არ ხდება ეკონომიკაში, ზუსტ ეკონომიკურ პოლიტიკაში შეუძლებელია ასეთი ნახტომი მოხდეს. ეს ვერაფრით ვერ იქნება საქართველოს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, დღევანდელი ეკონომიკიდან გამომდინარე, ახლო მომავლის ორიენტირიც კი. ანუ ციფრის დადგენა ამ შემთხვევაში არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ ის რომ სოციალური პოლიტიკა გაუსწოროთ ამას, რა საკვირველია და ამას მოქალაქეები უნდა მოეკიდნონ გაგებით, ის რომ რეალური ციფრი იქნება ის მას არ ნიშნავს, რომ ნახტომისებრად უცებ სოციალური პოლიტიკა ამას გაუტოლდება, რა საკვირველია, მაგრამ ეს იქნება ორიენტირი, როდესაც რეალურად სამთავრობო გუნდი იტყვის, რომ დაუშვათ და საშუალებადიან პერიოდში 4 წლიანი ეკონომიკური განვითარების პერიოდის მანძილზე ჩვენ აი ამ მონაცემს, რომელიც გაგვაჩნია ორიენტირად, უნდა გაუტოლდოთ მინიმალური სოციალური პაკეტები. ანუ ეს ამას გაგებით უნდა მოეკიდოს რასაკვირველია საზოგადოები და თქვენ წეგან ახსენეთ და სამწუხაროა რომ რიგ შემთხვევაში ძალიან ესე ვთქვათ პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა და ძირითადად კრიტიკის დონეზე ხდებოდა. მართლა უნდა იყოს საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორის და ზოგადად სახელმწიფოს დაინტერესებული იმაში რეალური ციფრი დაიდოს და საზოგადოებას რასაკვირველია ის უნდა უხსნათ რომ ეს არ არის დღეს დაიგეგმა დაუშვათ და რაღაც სოციალური პოლიტიკა და ხვალ უცებ გაუტოლოთ საარსებო მინიმუმს. მაგრამ როგორ გონიათ, ხომ არ არის განწირული, მოდი ესე ვთქვა, წყალების გარეშე ესე ვთქვა, ხომ არ არის განწირული ჩვენი პოლიტიკური კლასი, საქართველოს საზოგადოება საიმისოდ, რომ შენ სწორად იანგარიშო საარსებო მინიმუმის ოდენობა, ამისკენ იმოძრავ და ვერასოდეს ვერ დაეწიო მას. იმიტომ ეხა გამახსენდა, როდესაც ადრე შევარდნაძის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ ძალიან დაბალი პენსიის გამო, მას ახსენებდნენ საარსებო მინიმუმს, რომელიც მაშინ მეგონი 105 ლარი იყო, ესე მახსოვს. ეხლა 105 ლარზე მეტია, პენსიაც მას გატოლებულია, მაგრამ აი, მობზანდით თქვენ და ამბობთ, რომ ეს პენსია როგორ პენსიის ოდენობა, რომელიც ემთხვევა საარსებო მინიმუმის ოდენობას, ეს არ არის რეალური მაჩვენებელი. და ვსახავთ რაღაც უფრო მაღალ რიცხვს იქნება ეს 260 თუ, რომელიმე სხვა 150-ზე მეტი ოდენობა, ხო? ქვეყანა, რომელსაც უჭირს, რომელიც ძვირი ქვეყანაა, და არის საქართველოს ძალიან ნეფი ქვეყანა, მის სიღარიბის გამოდაპირობაზე, ამას ვკითხულობ. ხომ არ არის განწირული იმისთვის, რომ მუდმივად ილტოდეს, მაგრამ ვერ ეწეოდეს და ვერ უთანაბრებდეს რეალურ საარსებო მინიმუმს, დადგენილ საარსებო მინიმუმს. კი ბატონო, სწორი მე როგორც ეკონომისტი და როგორც შესაბამისის და ეკონომიკის ექსპერტთა ცენტრის წარმომადგენელი ვთვლი, რომ სწორი ეკონომიკის პოლიტიკის შემთხვევაში ეს არის ძალიან რეალისტური. რომელია სწორი პოლიტიკა? აი რა უნდა ქნან, რომ მე გამოვიდეს. აი უპირველეს ყოვლისა ის ქონება, უპირველეს ყოვლისა ის ქონება, რომელიც დღემდე სახელმწიფოს ხელშია დარჩენილი, უნდა გადავიდეს თავისი მოქალაქეების ხელში. წეგან ქალბატონი გამობრძანდა, რომელმაც ახსენა თუნდაც ანაბრები, თუ გვინდა რომ ჩვენ გქონდეს სამართლიანი ქვეყანა, მაშინ სამართლიანობამ დააღდგეს, ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ თავისი.
თუნდაც თუ დასახსრების სახით არ გააჩნია მოდი მექანიზმი დავინახოთ ხო რას ქვია მოქალაქეების ხელში გადავიდეს აჩუქოს მოქალაქეებს რა საკვირველია უნდა აჩუქოს სხვაგვარად ჩვენს ყიდველობითი უნარი არ გაგვაჩნია ჩვენს სამოქალაქო ესე ვთქვათ სექტორს ზოგადად საქართველოს მოქალაქეებს მოგეხსენებათ რომ 600,000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა და მათ იმ ყიდველობითი უნარიდან გამომდინარე სხვა გზა არ არსებობს და მეორე მხარე არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი რომელსაც ქვია საბაზრო ეკონომიკა. საბაზრო ეკონომიკა სადგინახავთ რომ სახელმწიფო ქონება ეჩუქებინოს მოქალაქეებისათვის. მეორეც აქ ჩვენ ძალიან ჰიპოთეტურ მასში წავიდით, მაგრამ მეორე ხება რომ ვიღაცა რაღაც მაჩუქოს ქონება რომლის განკარგვის აზრზე არ ვარ, რა უნდა იყო ავდგები და შევეცდები რომ სარფიანად გავყიდო. რა საკვირველია თქვენ ამ შემთხვევაში სარფიანად გაყიდით და იქიდან მიღებულ შესაბამის შემოსავალს მოიხმართ იმ სფეროში, რა სფეროშიც გაგაჩნიათ ნიჭი და უნარი. აი ეს არის განსხვავება ამ შემთხვევაში და რა საკვირველია კვადრატული მიწას. როგორც მესმის განსხვავება არის ის, რომ არა სახელმწიფომ გაყიდოს თავის ქონება, არამედ მისცეს მოქალაქეებს. რა საკვირველია პირდაპირ მოქალაქემ უნდა მიიღოს აქედან შემოსავალი, იმიტომ რომ მოქალაქე გაყიდის ბატონო იდეალისტური ხო არა იდეალისტური ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გადავხედოთ თელს ესე ვთქვათ ცივილიზაციურ სამყაროს სადაც საბაზრო ეკონომიკა მოქმედებს და თქვენ დღეს ვერ მეტყვით 300,000 ჰექტარის ოდენობით სასოფლო მიწა რომელიც არის ესე ვთქვათ ხვნით ესვისთვის განკუთვნილი მარტო სახნავი მიწაზე ვამბობ გქონდეს სახელმწიფოს და მისგან სოციალური სიკეთე იყოს ნულის ტოლდითი და ის იყოს გაჩერებული. რატომ? არ მუშავდება? არ მუშავდება, რა საკვირველია არ მუშავდება, იმაზეა საუბარი. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ დავთვალეთ, აი ძალიან ისეთი გადახვევაა, მაგრამ ჩვენ დავთვალეთ რეალურად იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გადასცემდა ამას თუნდაც უსასყიდლოდ მოქალაქეებს, მხოლოდ და მხოლოდ მიწის მოსაკრებლის სახით მას შეუვიდოდა წელიწადში 49 მილიონის ოდენობით თანხა. მაშინ, როდესაც 2 წლის აქტიური აუქციონების ჩატარების გზით მან მხოლოდ და მხოლოდ მიიღო 21 მილიონი გაყიდვებიდან. ხო, ახლა შესაძლებლობა ხო არის ყოველწლიური პერმანენტული შემოსავალი და გაყიდვები და ამ გაყიდვებში აღნიშნა 21,000 ჰექტარი გაიყიდა 2010-2012 წელში და აქედან 5,000 ერთ დღეში 5,000 ჰექტარი სიღნაღში, რომელიც შეიძინა ასე ვთქვათ ერთ-ერთმა ინვესტორმა. ესეც რო გამოვაკლოთ, ძალიან მიზერი ციფრი ჯდება. ეს მიწები მე მყავს მაგალითისთვის, მაგრამ არის უამრავი შენობა ნაგებობა, არის არასასოფლო მიწები, არის აგრეთვე წიაღისეულის სიმდიდრე უზარმაზარი ქონება, რომელიც საერთო ჯამში არის შეფასებული 100 მილიარდად. 100 მილიარდიანი ქონება ნიშნავს იმას, რომ შენ 100 მილიარდიანი პოტენციური აქტივი ყავს დაძინებული. შესაბამისად, როდის შეძლებს საქართველოს თავრობა იმას, რომ თუნდაც სოფლის მეურნეობის დარგში, რომლის მიწის რესურსი შეადგენს 10 მილიარდის ოდენობით, ანუ 10 მილიარდ კვადრატულ მეტრს. საერთო ჯამში სასოფლო მიწა, ხო? სახნავიდან რო ამოვიდეთ და მრავალწლიანი ნარგავებით. პოტენციურად ის თუ ლარი ეღირება, პოტენციურად მისი საინვესტიციო პოტენციალი იქნება 10 მილიარდი. ოდესმე ამ ტენდენციით შეძლებს სახელმწიფო თუნდაც ამის მესამედი ჩადოს სოფლის მეურნეობის დარგში, რა საკვირველია ვერ შეძლებს და მანამდე ყველა სახის პოლიტიკა არ იქნება ეფექტიანი. რა საკვირველია ეს კარგი იქნება ერთჯერადად რაღაცას გააკეთებ, რაღაცას წაეშველები, მაგრამ რეალურად ეს თანხა მაინც გადაყრილი გამოვა. აი ზუსტად ამაზე არის საუბარი. თუ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა კარგი, მაშინ დავსვათ რატო ვერ ელევა სახელმწიფო აი ამ ქონებას. მას არ სწამს იმისა, რომ მოქალაქეები ჯეროვნად და დანიშნულების სამეფო გამოიყენებენ ამას, რომ მოქალაქეებს არ აღმოაჩნდება, ის ფიქრობს, რომ მოქალაქეებს არ აღმოაჩნდებათ ინიციატივა არც გასაყიდად, არც ინვესტორის მოსაზიდად, მით უმეტეს არც დასამუშავებლად. შენ შეიძლება აჩუქოს ახალ მიწები, მაგრამ ის მიწები დარჩეს უქმად და ოხრად, დაეზაროს დამუშავება და იყოს ხო გვაქვს მაგალითად, მოდი ესე ვთქვათ, ხო? სწორედ იმიტომაც მიწები პრივატიზებული არის, მაგრამ არ უნდათ რა ეზარებათ, ურჩევნიათ რომ დალიო თქვა. ძალიან საინტერესო საკითხი ბრძანეთ აი ამ მოკლე იმაში თქვენ. ზუსტად იმიტომაც არის დაუმუშავებელი, რომ შესაძაც ორი ნაკვეთი არსებობს, დავუშვათ გვერდიგვერდ. გვერდით ჩაის პლანტაცია, რომლის კვადრატული ღირს 10 თეთრი და ეს საიდუმლო არის და გადავხედოთ თელმონაცემებს, საშუალო არის 10 თეთრი კვადრატული მიწის ფასი და კერძო მესაკუთრის ხელში, რომელიც ასევე 10 თეთრი ღირს იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ხელში არსებული მიწა 10 თეთრი ღირს. ანუ მის ფასს ესე ქაჩება ქვემოთ. არავინ არ მოვა და შენ მეტს არ მოგცემს. მაშინ როდესაც მინიმუმ საწყის ეტაპზე წყვეტა გქონდა ხო სოფლის მეურნეობის სფეროში. საწყის ეტაპზე 25 ცენტი გჭირდება კვადრატულის დამუშავებისთვის. თქვენ წარმოგიდგენიათ, როდესაც 25 ცენტი გჭირდება და ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ 10 თეთრი ღირს შენი მიწა. ანუ ეს მსგავსება ამ შემთხვევაში წყლის ქვეშ ცურვას ადამიანებს მიუცეთ დაახლოებით 100 მეტროზე გასაცურად 50 მეტროს საკმარისი ჟანგბადი. და ამავდროულად ერთ-ერთ ძალიან ისეთ პარადოქსი მომყავს მუდმივადმე, ეს გახლავთ 1 კილო კარტოფილის ფასი მის ძირითად საშუალებასთან მიმართებაში. ყველა მიცის ოდნავ თუ აქვს საერთოდ შეხება სოფლის მეურნეობასთან, 1 კვადრატულ მიწაზე
მინიმუმ 1 კილო მოდის კარტოფილი. მინიმუმს ვამბობ და 5-იც მოდის და 6-იც. მაშინ როდესაც კარტოფილი მინიმალური ფასი, დღეს აი მარნეულში ვიყავით, ლარი და 20-ია ნორმალური კარტოფილი. მინიმალური ფასი შევაჭრების კოეფიციენტის გამოკლებით. და ამ შემთხვევაში 12 ჯერ ძვირი ღირს დროებითი რაღაც კულტურა მის ძირითად საშუალებაზე ეს არის პარადოქსი და ხოლო რატომაც არის პარადოქსი და რა არის დამნაშავე ზუსტად ხსნი იმას რომ სანამ სახელმწიფო საკუთრებაში გააჩნია ეს მიწები და ეს მიწები მუდმივად 10 თეთრად ბაზარს აწვება თქვენი კერძო მესაკუთრის მიწის ფასი არ მოიმატებს შესაბამისად თქვენ მის დღემში სანამ ეს მიწა მიილევა ვერ მოიზიდავთ შესაბამის სახსარს იმისთვის რომ თქვენი მიწა დაამუშავოთ მე არ ვამბობ რომ რაღაც ფასი გაიბეროთ, მე ვამბობ რეალური ფასი კონდეს, ღირსეული ფასი კონდეს. მაშინ როდესაც ალბათ შემადგენლობით ევროპაში